მარტო ყავარ ამოსული, მოკლედ გუდაურის გზაზე ვარ. და ეს არის ადგილი, რომელიც ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ ამჯერად აქ ავიარე და ჩავიარე. რაღაცა ნიშნით არის გამორჩეული. გზიდან მოჩანს რაღაცა ნანგრევები, ძველი შენობების და პატარა ციტადელი რაღაც და სულ მაინტერესებდა. ეხლა სპეციალურად ადრე წამოვედით, რომ აქვს. და უნდა შემოვიარო აუცილებლად. მაგრამ მარტო ვარ და ფიქრობ ძალიან გამიჭირდება. მაგრამ არა უშავს. სულ აი ასეთი ის არის. აქვია. გორა რა მოკლედ რა. მოვაკებული ადგილი არსად არ არის. როცა შენი საქმე გიყვარს, შენ არ ხარო, ასე ამბობენ და მართლაც ასეა, როცა შენი საქმე გიყვარს, შენ არ ხარ. უბრალოდ ყველაზე შენ მაშინ ხარ და ყველაზე მაგრად მაშინ გრძნობ თავს. ძალიან საინტერესო ადგილას ვარ. ერთ-ერთი ისეთ ადგილა, სადაც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ბათლი მოხდა. ანუ ომი ჩვენი ქვეყნისთვის და ახოთ აბა რას ნახავ. ჯერჯერობით მივდივარ წინ და წინ და აქ უნდა ვნახო ერთი ადგილი, სადაც უნდა ერთი კონკრეტული ნიშნით დავიწყო რაღაცის ძებნა. მარტო ყავარ და იმდენი რავი მაქვს საჩხალართული. რომ მინახოთ ძლივს მოვდივარ, აი ძლივს. აი ყველაფერი მე მიჭირავს ხელში. მოკლედ ასე. აქ. ახლობით აქ უნდა დავიწყო შიგნით ძებნა. აი აქ. Sorry. Აი აქ მაქვს სიგნალი. აი ამ ადგილას კონკრეტულად და აი.
აქ უნდა ამბოთხა, რომ აქ არის რაღაცა სიგნალი, მაგრამ არ ძალიან ძლიერი, არ ძალიან სუსტი და რაღაცა აი ეს ქვები იძლევიან სიგნალებს, მაგრამ არაფერი აი ხედავთ. ესმით ხო? არაფერი განსაკუთრებული ამ ქვებში არ არის და რატო იძლევა ასეთ სიგნალს ცოტა გაუგებარია ჩემთვის, აბა კიდე. მოკლედ ძალიან დიდ დროს მართმევს ეს და მიჩვენია წავიდე ზემოთ გაუყვე რა. ძალიან რთულია, როცა მოდიხარ და ყველაფერზე სიგნალს გაძლევს. მოკლედ რა არის ახლა დასამალი და ზუსტად ვიტყვი. ნაუმარი ადგილია ეს ადგილი და ძალიან საინტერესო შესასწაულია. თუმცა ჯერჯერობით თხილის გარდა აქ ვერაფერი ვერ ვიპოვნე. all metal-ზე როცა ვთავ ყველაფერზე აი, აქ არის სიგნალი. საინტერესოა. ნახეთ რა ხდება. თვითონ აი ეს ქვა იძლევა სიგნალს, რაღაცა უცნაურად. ეს ქვა, რო შეხედავ, ერთი შეხედვით უბრალოდ ქვა არის, ანუ რაიმე მეტალის შიგნით გამორეული. თითქოს არ უნდა იყოს, მაგრამ ნახეთ. სიგნალი აქვს, გასმით? აი. ნახეთ. სიგნალს იძლევა. ესე იგი ეს უნდა გავტეხო ახლა მე. ეს ქვა უნდა გავტეხო. მაგრამ არაფერიც არ ჩანს შიგნით განსაკუთრებული და ეს სიგნალი რატომ მოდის? ამას ვერ გეტყვით. თუმცა წაღება და ამის შესწავლა ყველა ვარიანტში კარგი იქნებოდა. აქაც სიგნალია. ნახოთ რა ხდება ამ ქვის ქვეშ. აი მძიმე ქვა არის. მოკლედ თვითონ ქვები წრიპინებენ ძალიან. ნახეთ. აი. მოდი all metal-ზე ვნახოთ. რა სიგნალს მომცემს. ყველა ვარიანტში ეს ადგილი ამოსათხრელია. წავედი ხა მოვიტან ჩემს ბარუკას. ძალიან რთული რელიეფია მეგობრებო და თუ კადრში ნახევარი ტანი თუ ჩან, იმიტომ რომ შტატივს ვერ ვაყენებ ისე როგორც საჭიროა, მაპატიეთ. აი აქ გვაქვს სიგნალი. და აქ აუცილებლად უნდა ამოვთხაროთ.
აქ წერაქვი დამჭირდება აქ, თუმცა წამოღებული არ მაქვს. ნახეთ სუკლდოვანი მასა. სულ გაჩვენოთ მე ახლოდან. ნახო ჯერ. აგე, გადავთ. აქ არის რაღაც. რა არის თო? ვერ ვიგებ რა არის. აქ მაძლევს რაღაცა სიგნალს. ცოტა გაუგებარია რა. ძალიან არ მინდა რომ უბრალოდ გასეირნება გამომივიდეს რა. რეალურად ძალიან მინდა ამ ადგილიდან რომ ხელსარიელი არ წავიდე, მაგრამ all metal-ზე ყველაფერზე წრიპინებს, კოინზე რო ვთავ. საერთოდ ჩუმად არის და ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ აქ რაღაცა უნდა იყოს. სულ ქვებია და ძალიან ის არის, რა ქვია, ეს ვარ წამოვიგე. ძალიან მივქარე რა. აბა ეს არის. საინტერესოა რა იძლევა სიგნალს. კაი, გადაოფტო. ამას შეხედეთ, რა არის? სილიკონავი. ეს რა არის? ეს კამერა გავასწორო. სილიკონის კრემიო. თუი შენი. ამ ხელატყეში რო ამას იპოვნე, ესე იგი აქ ბუტულიკები ამოყავთ. აქედან დასკვნა ეგ არის. თქვენ გაფუჭებულება თქვენ. კარგი, წავდი ნელ-ნელა, თორე
აქაურობას მე ვერ შეველევი, ისეთი ლამაზია და მე ჩვენია ნელ-ნელა სახელისაკენ კი არა და დავიძრა გუდაურისაკენ. რა ვნახე? ქენახეთ თქვენს მეგობრებო. მოკლედ ესეა რა. მარტო კაცი როგორც ჭამაში არის ცოდვა. ისე არის ცოდვა. ამნაირ ადგილებში სიარულისთვის ძალიან ძნელია. ყველაფერი რო შენაკეთო. ძალიან რთულია და ამიტომ თან არც იმის გარანტია არ გაქვს რომ რაიმე ნადირი უბრალოდ არ გამოგივარდება და არ შეგსანსლავს. არანაირად არ გაქვს იმის გარანტია, როცა ესეთ ადგილას ხარ. აუ, ჩემი მეტალიკის მაიკა, ნახეთ როგორ მეტალიკის მაიკა მოცვია. სულ მიფხრით მოფხრიწე. კარგი, არა უშავს. ერთგვარი თერაპიაც არის. მხოლოდ ის გამომივიდა ახლა. გასეირნება სუფთა ჰაერზე, ცოტა თოვლიან გარემოში, მაგრამ სამგეროთ საათნახევრიანი გზავრობის მერე მშვენიერი თერაპიაა. სილიკონიც ვიპოვნე. ტუტუნა ამბებისთვის ყველაფერი კარგად არის. მე არაფერი მაქვს საწუწუნო. დურს თქვენ ნუიწუწუნებთ. მოკლედ ასე შეომიერთდი და ერთად ვიაროთ ხოლმე, იმიტომ რომ მართლა ცოდვა ადამიანი მარტო დღეში ასე. კი მორალურად ძლიერა თუ არ ვარ შიშარა და ამხელა მეჩაბე მიჭირავს ჩავარტყავ ნებისმიერ ცხოველს, უმთავრესად დიდი და თუ არ იყოს, მაგრამ კარგია როცა ვინმე გახლავს და რაღაცა ადრენალინს ერთად იზიარებთ. კაი მეგობრებო. მოკლედ იმედია მოგეწონებათ ვიდეო და იმედია ახმებია. ეხლა არ გვინდა ეგეთი ხმები აქა. ეს რა არის? აი ეს დამაინტერესდა. ამან რეაქცია ჩემი ყურადღება მეგობრებო. უბრალოდ კლდის ფენა. ხო რაღაცა ლამაზად გამოიყურებოდა შორიდან. აი, არაფერი. სრუგანგაში და მხოლოდ კლდეები. აი ესეთ ფანტასტიკურ ადგილას ვარ და სამწუხაროდ ვერაფერი ვერ ვნახე. სილიკონის რაღაცა ჭუპიკის გარდა. აი, წავედი, მადლობა.